მუშაობას განაგრძობს Real TV-ის საინფორმაციო სამსახური. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 16 საათზე. ალასანიას გუნდის წევრი მეოცნებე დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 27 მაისის მიტინგის დროს პრეზიდენტის მისამართით გინების ფაქტს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყოფს და აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებულია. 27 მაისს მეოცნებეების მიტინგზე ის კადრები, სადაც გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტს აგინებს, Real TV-ის კამერამ გადაიღო. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი დაიფანტოს, ჩვენ პირდაპირ ეთერში დაუმონტაჟებულ მასალას კიდევ ერთხელ გთავაზობთ. გია ცაგარეიშვილის Real TV-ის კამერა სავარაუდოდ მეცხრე არხის კამერაში აერია და მილიარდერისთვის თავის მოწონება პრეზიდენტის გინებით გადაწყვიტა. ტელეკომპანია Real TV იტოვებს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ცაგარეიშვილი მასალის გაყალბებაში დაგვადანაშაულებს, ტელეკომპანიამ ვიდეო მასალა მტკიცებულების სახით სასამართლოში წარადგინოს. რატომ არ დაპატიჟა ბიძინა ივანიშვილმა კახა კუკავა აქციაზე და რატომ არ მივიდა ბურჯანაძის პარტნიორი კუკავა მეოცნებეებთან თავისუფლების მოედანზე 27 მაისს. გაზეთი ალია ვრცელ სტატიას ავრცელებს. კუკავას განცხადებით, ის აქციაზე არავის დაუპატიჟებია. ბატონმა ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ აქციაზე პარტიებს არ ეპატიჟებოდა. აქედან გამომდინარე არ მივედი, რადგან არ მინდოდა, რომ მათთვის ერთგვარი უხერხულობა შემექმნა. მე მივიჩნია, რომ იქ არ უნდა მივსულიყავი, განაცხადა ალიასთან საუბრისას თავისუფალი საქართველოს ლიდერმა. ახალი მემარჯვენეების ლიდერი ბიძინა ივანიშვილს იმ ოპოზიციური ძალების მიმართ, რომლებიც ოლიგარქმა ვერ მოისყიდა ბინძური კამპანიის გატარებაში ადანაშაულებს. გამყველიძის თქმით, ოლიგარქი ცდილობს საქართველოს ბითუმად იმ მილიარდებით იყიდოს, რომელიც კრემლთან შეთანხმებით რუსეთში დააგროვა. ქართულ ოცნებაში ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და მისი ნებასურვილი შესრულება ეს ფაქტი კამაც არ იწვევს, აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი. ივანიშვილმა არც თუ ისე ზნეობრივ ხერხს მიმართა ყველა იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, ვისთანაც არ ჰქონდა პერსპექტივა, რომ ფინანსურად მოესყიდა. ბინძური კამპანია დაიწყო, იარლიყების მიწებება და მათთვის ჭირქის მოცხება. ივანიშვილმა ჩაგვაყენა ასეთ მდგომარეობაში. მე ტალახს გესვრით, შენ მიდი და თავი იმართლეო. თავისი მილიარდებით ივანიშვილი ცდილობს ქართველი ხალხი მოისყიდოს, ბითუმად იყიდოს საქართველო და ამ გზით ჩაიგდოს ხელში აბსოლუტური ძალაუფლება. შალვა ნათელაშვილი ოლიგარქის ოპოზიციონერის 27 მაისის აქციას ეხმაურება. ეს არის სამარცხვინო დღე ერის ისტორიაში, როდესაც ფულის მუთაკის გამო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გავარდა ქუჩაში დასათვლელად. თავი დაათვლევინა უნიჭო კრიმინალ უტვინო ქორვაჭარ ქარვასლის გამგეს, აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. მისი თქმით, ელიტარული საზოგადოების დიდი ნაწილი ივანიშვილის ფულზე გაიყიდა. მოუწევს თუ არა კახა კალაძეს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება იტალიური მართლმსაჯულების წინაშე და რას აცხადებს მანამდე საკუთარ კარში გატანილი გოლებით ცნობილი ყოფილი ფეხბურთელი. ილკო ყოფილი ფეხბურთელის კახი კალაძის ბედის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც მან განაცხადა, მისი ბრალეულობა გამორიცხულია იმ სკანდალში, რომელიც გუშინ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში მოხდა და რომელიც მოინათლა უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ უპრეცედენტო მასშტაბების საფეხბურთო სკანდალად. ის აცხადებს, რომ თუ მაინც იტალიელი სამართალდამცველები დაინტერესდებიან მისით, ის ჩაფინდება მილანში და ჩვენებას მისცემს. ამჟამად არანაირი ურთიერთობა ამ წერილი იტალიური პოლიციისგან არ მომსვლია. შესაძლოა არ დამიძახონ და თუ დამიძახებენ, ალბათ მოწმის სტატუსით და მე მზათა ვარ ამ შეხვედრისთვისაც. ხოლო რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც გაზეტა დელა სპორტმა გამოაქვეყნა, რომელიც იტალიური გამოცემა, იქ საუბარია კახი კალაძესა და ერთ-ერთ დაკავებულს შორის ძვირადღირებულ კარზე, რომელიც შეძენათ კახი კალაძეს სურდა მისი სასტუმროსთვის. კახი კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გარიგება არ შედგა მასსა და დაკავებულს შორის და შესაბამისად ეს კარი მას არ შეუძენია. მე ვიცნობდი მას როგორც სერჟიო, ამ ადამიანთან მქონდა ალბათ შეხვედრილი ვიყავი
სადღაც 5-6 მაქსიმუმ 5-6-ზე გქონდა ისეთი შეხვედრა, ისიც თანაგუნდელებთან ერთად. იყო საუბარი რაღაც კარებთან დაკავშირებით და მარმარილოსთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მე ალბათ თქვენ კარგად იცით, ქობულეთში მაქვს სასტუმრო, სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ამასთან დაკავშირებით მე მქონდა რამოდენიმე კომპანიებთან მოლაპარაკება კარებებთან დაკავშირებით, გვინდოდა კარებების ყიდვა და ამ ადამიანმა, ჩვეულებრივ ადამიანმა მითხრა ესეთ რამე, რომ ქონდა შესაძლებლობა დიდი პარტიის კარებების მოეხდინა გაყიდვა. საფეხბურთო სკანდალის საქმე იტალიაში კვლავ ძიების პროცესშია და არ არის გამორიცხული კავაძის მილანში ჩაფრენა მაინც მოუწიოს. Tato დიდი მადლობა. საფეხბურთო სკანდალი იტალიაში გრძელდება. სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს ზენიტის ფეხბურთელის დომენიკო კრიშიტოსა და იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს საცხოვრებელი სახლები. საფეხბურთო სკანდალს უკვე გამოეხმაურა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი, მან კრიშიტო ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვა. იტალიური მედია კახა კალაძის ჩვენებასაც ელოდება, კალაძეს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება ალბათ მოუწევს. Di voler veramente sono stato დღეს გავიგე რომ ბრალს მდებენ კრიმინალურ საქმიანობაში მათ გაჩხრიკეს ჩემი სახლი როდესაც შინარ ვიყავი პროკურორს აუცილებლად უნდა გავერთხილებინე ჩხრეკი ჩატარებამდე უნდა მცოდნოდა რომ ასეთი რამ ხდებოდა io non c'ero neanche cambiare pagina ma პირველ რიგში ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენი გულშემატკივრების გამო ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ეს სამარცხვინო ამბავი რეაგირების გარეშე არ დარჩეს ყველა მონაწილე პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს veramente თბილისში ცოტა ხნის წინ სეტყვა მოდიოდა თავდაპირველად წამოსული წვიმა მალევე გადაიზარდა სეტყვაში და სხვადასხვა უბანში სხვადასხვანაირი სიძლიერის იყო. სეტყვა სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სამაშველო სამსახურებში სეტყვასთან დაკავშირებული გამოძახება არ აღნიშნულა. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 36 წლის გიორგი ელიაური დააკავეს 23 წლის ლაშა მაისურაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება ცოტა ხანში გავრცელდება და მას გამოშვების მცდელობისას შემოგთავაზებთ. შემთხვევა ზაზიაშვილის ქუჩაზე დღეს გამთენისას მოხდა 23 წლის ლაშა მაისურაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. აჩაღი აბა მარა არის ძაღლივით კლავ უბნელ ვიცს რა რომ არ ვიცი ნასვამი იყო თუ ფხიზელი იყო არ ეპატიება რა ვინც მოკლეს ის იყო ძალიან კარგი ადამიანი რა ძმებიც მოწესრიგებული ოჯახიც და თვითონ მაგის მამას რომ როგორ მოუკლავენ შვილს და თვითონ ეს ბიჭებიც აი გადასარევი ოჯახი რა არაფერი არ არის პრობლემა მოხდა ვიცი და ვინ არის ეს ადამიანი აზრი არა ვარ მე აქ არ ცხოვრობ ვინა ბავშვი ახლა შორიდან ვიცნობდი და დაანტესიერი ბავშვი იყო რა ვიცი უწესრიგესი ბავშვი იყო. ვიჭი მოკლეს მაგაცის ის არის შვილი. ეხლა პრობლემები ყველასა გვაქვს რაღაცები, მაგრამ ადამიანის მოკლა მე მგონი ცოტა ესეთი რამ რაღაცა ჩემამდე არ დადის რა. არა კაც, არა. აი ვიჭი რა. შენი მეგობარია და ეს ჩვენთან მეგობრობდა რა. ჩასახუდებელი ვიჭი რა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ცენტრში ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო მეუღლესთან სანდრა რულოსთან ერთად დაათვალიერა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი საქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს. ახალი 35 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც რამდენიმე ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერია, სტუმრების მიღებას დღეიდან შეძლებს. სასტუმროში ადგილობრივი კერძო ინვესტიციით აშენდა და მის მშენებლობაში 14 მილიონი ლარი დაჭდა. აქ ამჟამად 60 ადამიანია დასაქმებული.
ეს სახელმთავრდება ინვესტორი შემოვიდა და შემდეგ ეს ულამაზესი სასტუმრო ააგო. მაგრამ მარტო ეს არ არის. ეხლა გუშინ სრულად შევთხოვეთ მოესწარი ერთ-ერთ კაფეში აქ ჩამოსული ლიტველი ტურისტი როგორ უხსნიდა ადგილობრივ ბათუმელებს რომ თუ ხვდებით რომ ახალ მონაკოში მაგრამ უფრო მაგარში ცხოვრობთ. და მე ვერ გავამტყუნებ იმას თუ ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი არ ხვდებიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უჭირს ცოტა იქით რომ გადადიხართ ხო ჭაობის დასახლებაში ბენზეში კიდე რაღაც ნაწილი ბარაკების შემორჩა გზები ბევრგან აყრილია იმიტომ რომ ეხა იცვლება წყლის სისტემა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის მიყვანილი იქ უამრავი გაჭირება მუშაობა კიდე მაინც არის იმიტომ რომ ხალხს გადამზადება უნდა თუ სამუშაო შემოთავაზება დღეს ბათუმში უკვე არსებობს მაგრამ ამისთვის უნდა მომზადება მაგრამ აი ფატიმამ მეცევად მოამზადა თვითონ მუშაობდა თავის მეუღლესთან ამ თემაზე 60 ადამიანი 60 ბათუმელი დამატებით მუშაობს ამ სასტუმროში ეს არის 60 კიდე ოჯახი რომელსაც გაუჩნდა შემოსავლის წყარო მე დარწმუნებული ვარ ეს იქნება რამდენიმე წელიწადში სადღაც 450,000 კაციანი ქალაქი მაგრამ ეს იქნება მხოლოდ იმ პირობებში, როცა ყველა ამ ახალ ადამიანს და ყველა არსებულ ადამიანს პირობებში რა თქმა უნდა ექნება დასაქმება. ამიტომ ამისათვის ნახე, ყველა სადაც გაიხედავ რაღაცა ახალი შენობა არაფერი არ იყო. ახალი შენობა არაფერი არ იყო. ახალი შენობებზე არ ვლაპარაკობთ, მართლა სოფლიოს ასწავლია. ახალი შენობა იქით, პრაქტიკულად ახალი შენობა ეს. აგერ შენდება ძალიან მაგარი ახალი დიდი შენობა. ეს შენობა აშენეს ქართველებმა და იმად გასაგონად ვამბობ, ვინც იძახის, რომ ყველაფერი უცხოელებმა იყიდეს, ტყუილია და ტყუიან. მაგრამ იქ სადაც ინვესტორები არიან, შეიძლება ინვესტორს ჰქონდეს სადღაც 500 კვადრატული მეტრი აღებული, მაგრამ იქ ხო სულ ქართველები მუშაობენ. შემოსავალი ხო საქართველოს რჩება. გადასახადებს ხო საქართველოს ხდიან. ამ გადასახადებით სკოლებს ხო ხსნით. ამ გადასახადებით გზებს ხო ვაგებთ, ქვაფენს ხო ვაგებთ. სათქმის მეტი რა არის, მაგრამ კოალიცია რაზე ელაპარაკონ, თორე გასაკრიტიკებელი და ჯერ კიდევ კრიტიკული ცუდად შესაფასებელი ჯერ კიდევ ბევრი რამე, პირველ რიგში მე ვარ ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამით რომ აი ყველაფერი ვიღაცამ შეისყიდა. აი ქართველების მიერ გახსნილი მაგარი სასტუმრო ხვათმის ყველასთვის, აი ესეც ქართველების გაკეთებული, აი ესეც ქართველების გაკეთებული. მათ გასაგონად ვიც მუდმივად იტყუება. აი ესეც ქართველების გაკეთებულია. აი ესეც ქართველი შემოდის ახლა. და ეს ტექსაკდა თუ კიდე სამი სხვა ეგრე ქართული დაკეთებული ედისონი და თუ კიდე ქართული შენობა ქართული შენობა ყველა სადაც გაიხედავ არის ქართულის მიერ გაკეთებული შენობა მითხარით რომელი აქვს უცხოელის გაკეთებული მაგრამ ჩვენ ვახალისებთ იმასაც რომ უცხოელები შემოვიდნენ რა თქმა უნდა იმიტომ ჩვენ გვიდა რომ ქართველები დასაქმდნენ და ჩვენ გვიდა ფული ჩაიდოს ვერ მოიკიდებს ვერაფერსთან და ვერ წაიღებს ყველაფერი იმუშავებს ადგილობრივ ეკონომიკაზე და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი წარუდგინა სოფო ლებანიძე მანამდე ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. სამსახურის მთავარი მიზანია დაიცვას სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ მოქალაქეთა უფლება, შეფერხებულად მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. მედიაციის სამსახურის უფროსი და თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩნენ. სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების უფლებების დაცვა. ეს მედიაციის სამსახურის ძირითადი მოვალეობაა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საზოგადოებას კონკურსის წესით შერჩეული მედიაციის სამსახურის ახალი უფროსი წარუდგინა. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 1,800,000 აღწევს, ხოლო სრულ დაზღვეულთა რაოდენობა 2,300,000. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითეული დაზღვეულის უფლება იყოს დაცული და სწორედ ქალბატონი სოფიოს და აი ამ სამსახურის, რომელიც ზურგს მიმაგრებს მე როგორც ჯანდაცვის მინისტრს, მათი ამოცანა იქნება, რომ ჩვენ თითეული ადამიანის უფლება დავიცვათ და რაც ყველაზე მთავარია, მოვაწესრიგოთ ურთიერთობა სადაზღვეულ კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის. ჩვენი მთავარი ფუნქცია არის დროულად მივაწოდოთ ინფორმაციას სახელმწიფო სადაზღვეულ პოლისის მფლობელ მოქალაქეს. რა არის მათი სადაზღვეულ პროგრამის დაფარვა, რა მომსახურება ეკუთვნით მათ. სოფიო ლებანიძე 2007-2010 წლებში სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. შემდეგ სადაზღვეულ კომპანია IC ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის სიმართლეობების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მედიატორი იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც დაიცავს ყველა დაზღვეული მოქალაქის ინტერესს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ყველა დაზღვეულმა მოქალაქემ მიიღოს დროულად ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც სახელმწიფო სადაზღვეულ პროგრამებით არის განსაზღვრული. მედიაციის სამსახური დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში არსებობს.
საქართველოში ამ სტრუქტურამ ფორმა და სახე არაერთხელ იცვალა. დღეიდან ომბუდსმენის ინსტიტუტის მთავარი დანიშნულება სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობების მოგვარება იქნება. სამსახური მონიტორინგს რეგულარულად აწარმოებს, იმუშავებს ცხელი ხაზით, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.